მოგესალმებით, მედიაკავშირი ობიექტივი განაგრძობს მაუწყებლობას FM 105.0-ზე და ჩვენს ვებმისამართი 3W ობიექტივი წერტილი.net. მე მაკო ვარ გამართელი და მომდევნო 1 საათის განმავლობაში მე ვიმუშავებ თქვენთვის სტუდიაში. შეგახსენებთ ჩვენი სტუდიის ნომრებს 214 86 218 13 52. დღევანდელი გადაცემის სტუმარი ომის ვეტერანი ოფიცერი ქალბატონი ნინო ფოფხაძე. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მოგესალმებით. საკმაოდ საინტერესო საკითხთან გვაქვს შეხება ისევ დევნა, ისევ დაუფასებელი, ასე ვთქვათ, და მოღვაწეობა. დავიწყოთ სულ თავიდან, დავიწყოთ აფხაზეთის ომიდან. თქვენ იბრძოდით აფხაზეთის ომში. დიახ, მე მოკლედ ჩემს შესახებ მე დავიბადე 1964 წლის 20 მაისს საქართველოში. მე ვარ ეროვნებით ქართველი. ჩემი შვილი, მე 10 წელი ვიცხოვრე ქალაქ მოსკოვში, იქ დავამთავრე ესა იურიდიული ფაკულტეტი და ასევე მე მაქვს პარაფსიქოლოგიის დიპლომი. მაგრამ მინდა რომ გაიგოს თემა საქართველოს და შეხედოს, იმიტომ რომ გამომიყვანეს სულიად უცოდინარი, იმიტომ კი რომ საშუალო განათლებით არის ადამიანი და მე შეურაცხყოფას ვაყენებ, არა. მაგრამ როცა ადამიანს განათლება აქვს, მან უნდა გამოაჩინოს თავისი განათლება. და მე ბრძანებებში მიწერე რომ მე ვარ საშუალო განათლებით. ასევე ჩემი შვილი დაბადებულია ქალაქ მოსკოვში, ზურაბ ჯანელიძე, ეროვნებით ქართველი, ფეხით ინვალიდი, დაბადებიდან ინვალიდი. და მე ჩამოვედი, როდესაც 9 აპრილი მოხდა, მე დავტოვე მოსკოვი და ჩამოვედი ჩემი საქართველოს გულისთვის. 1992 წელს მე ჩავერიცხე თბილისის ეროვნული გვარდიის 22 სპეცდანიშნულების ბატალიონში საინსტრუქტორად და უკვე გაგრა ჩაბარებული იყო, მე ამ თემას თუ დამისვათ შეკითხვას გაგცემთ რატომ იყო ჩაბარებული და ვინ ჩააბარა. და წავიდა ჩემი ბატალიონი 22 სპეცდანიშნულების ბატალიონი სატანკო ბატალიონთან ერთად, მაშინ ბატონი ზაზა რუსიშვილი იყო უფროსი სატანკოს და ჩემი უფროსი იყო გელა რუსიშვილი, რომელიც სიმართლისთვის ჩაცხრილეს მიშა ბიწაძესთან ერთად, თუ მისმეს მისი ოჯახი იმის გულისთვის რომ მან აღიმაღლა ხმა და ჩვენ გვამარაგებდა საჭმელ სასმელი და ამის გულისთვის ეს პიროვნება ჩაცხრილეს თბილისში, უბრალოდ კახეთის გზატკეცილზე. წავედი ომში, იქნებოდა ესე დაახლოებით 8-9 ოქტომბერი 1992 წელში. 93 წლამდე მე იქ პირდაპირ მონაწილეობას ვღებულობდი აფხაზი სეპარატისტების წინააღმდეგ, ვომობდი, როგორც მამაკაცი, უკან არ დამიხევია. 1993 წლის 14 იანვარს ლაბრაში მე მივიღე კონტუზია, დავიჭერე 3 ასკოლკა თავში მაქვს და მაგრამ არ მივიტოვებია მე ბრძოლის ველი. მივდიოდი წინ, ეს იყო ჩემი პატრიოტიზმი და მე ვიცავდი ჩემს საქართველოს, მე ვიცავდი ჩემს სამშობლოს. და აფხაზეთის ომი ჩემთვის არის ტრაგიზმი. იმიტომ რომ იქედანაც ხალხი აი ძალიან ბევრი მეომარი ჩაგვივარდა ჩვენ ხელში, მაგრამ მე არ მიწამები არავინ და მე ომის კანონები არ დამირღვევია. მე ვიბრძოდი როგორც მამაკაცი, მე ვარ ერთადერთი გვარდიელი ქალი მთელ საქართველოში და ვარ დაუფასებელი, ღირსება აყრილი. მე ჩემი საქართველოს მდევნიან დღეს, რატომ, რა ხდება? რატომ მდევნიან? რისი გულისთვის მდევნიან? როდესაც 93 წელში მე 22-ში ბაბუშერაში მოგეხსენებათ ალბათ ჩამოვარდა თვითმფრინავი, მე იმჟამად მე ვიმყოფებოდი ბატალიონში, გამოცხადდა მაშინ ესა რა ქვია, აი კაზარმულს რო ეძახიან და უნდა გავფრენილიყავით აქედან, ჩვენი ბატალიონი უნდა წასულიყავით ბაბუშერაში. არ ვიცი, ალბათ ეს ღვთისნება იყო, მე გადამიდგა ბატალიონიდან ახალგაზრდობა და მითხრეს რომ დააგვიანეთ, ნინო დააგვიანე, არ წახვიდი, არ გამიშვეს, არ ვიცი რა მოხდა, ვერ უსწრებდი უფრო სწორად თვითმფრინავს და შედეგი იცით რომ თვითმფრინავი საერთოდ დაიწყო და ჩემი სამი თავანამებრძოლი, ჩემი მეთაურის ვახტანგ გეგეშიძის ძმა გმირი ამირან გეგეშიძე, რომელსაც 3 თუ 4 შვილი დარჩა, დაიწვა, არ ვიცით მისი არაფერი ფერფლი, არც ფერფლი არ ვიცით, არაფერი არ ვიცით ამ პიროვნების. კოსეს ვეძახოდით გოჩა, ბენიძე, სახელი არ მახსოვს, ეხლა ბიჭები უფრო მიცნობენ თვითონ და აი ესეთნაირად გადავრჩი, რასაც ქვია, თუ ამას გადარჩენა ქვია. შემდეგ მე მქონდა ძალიან დიდი რთული სიტუაცია, ომის სინდრომსაც ეძახიან, ვიყავი ძალიან ცუდად, 6 თვე ცოტათი მაკლია ისა ყურს მარცხენა მხარეს და ღმერთმა ალბათ გადაგერჩინა რომ ესე ჩამოხვედითო
ნუ მაინც შედარებით რომ ვთქვათ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, მე სულ აფხაზეთი მელანდებოდა, მეჩვენებოდა, მე არა ვარ დევნილი. მე საქართველოს მთავრობამ აკერებს დევნილის სტატუსს, რატომ არ ვიცი? ნუ ალბათ უფრო მეტად დევნიან ამ ხალხს კიდევ, ისედაც დევნილები არიან. იქ განადგურებული იყო აბსოლუტურად ყველაფერი. მე პირველი ფეხი ჩემი აფხაზეთში ეს იყო აფხაზეთის ომში ჩასვლა და იქ იყო განადგურებული აბსოლუტურად ყველაფერი. როდესაც ჩამოვედი, მამა გაგამეცვალა და მე არ შევსულა რაც ერთ აი სტრუქტურაში, მეუბნებოდნენ რომ მე მუშაობ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უпростоრად შემდეგ აღარ იყო ჩვენი ბატალიონი, მე ჩავაბარე იარაღი ყველაფერი რაც სამზოლო აღჭურვილობა და 1999 წლიდან მე დავიწყე სამსახური, სრულიად შემთხვევით მოვხვდი თავდაცვის სამინისტროს კადრებში, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდი. თან იქ ვათევდი ღამეს, მე-14 მუხლის საფუძველზე. უпростоრად იმჟამინდელი მე-14 მუხლის საფუძველზე საქართველოს 1995 წლის 1999 წლის კანონის შესაბამისად 95 წლის. არა, სხვათა შორის ეს იყო ყველა საფრთხე მოსამსახურეს ეხებოდა, არა მარტო ვეტერნებს. და მით უმეტეს ვეტერნის კანონი ეს იყო გადასარევი დაწერილი ბატონი ედუარდ შევარდაძის და გოგუაძისგან შედგენილი, მაგრამ არა ჩემნაირებისთვის. ეს იყო ეს რას ნიშნავს და მე გეტყვით, ეს იყო ჩამოყალიბებული, ესე ეგრეთ წოდებული კაკებეშნიკები, რომლებიც დღეს ასრულებენ საქართველოს. მე მინდა დავასახელო ბატონი დიმიტრი უზასელიჟა, რომელიც არის ქალბატონ თინათინ ალბათ შეიძლება, არ ვიცი, მე ჯერ უნდა გაიგო, როდესაც მიყავს ადამიანი პარტიაში ვინ არის, რა წარსული აქვს მაგს და რა გააკეთა და რა გაუკეთებია მას საქართველოსთვის და შემდეგ უნდა მიიღო ალბათ პარტიაში, მაგრამ მე ხლა ვერავის შესწორებას ვერ